სასმელი-წყლის მოწყობა რეაბილიტაციის მიმართულებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მასშტაბურ პროექტებს განახორციელებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს. გიორგი პაპიაშვილი ამბობს, რომ ასევე მოხდება ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება, რომელიც საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციას მოიცავს. საკმაოდ მასშტაბური პროექტები გვაქვს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილი, კერძოდ მუნიციპალიტეტი გეგმავს სასმელი-წყლის ჭაბურღილების მშენებლობას, სათავე ნაგებობების მშენებლობას და ქსელების მოწყობას სოფელ სათივეში, კლდისწყაროში, ბროლოსანში, ტაშისკარში. აღნიშნულ სამუშაოებზე დაახლოებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამის გარდა თავში ვახსენებ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამა ჩვენთან საკმაოდ აქტიურად მუშაობს. წელს გვაქვს დაახლოებით 15 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, ასე ვთქვათ, სახურავის რეაბილიტაცია. ეს ბინები გახლავთ ქალაქ ხაშურში, შუშის ქარხნის დასახლებაში ნომერ 11 ბინის, მე-60 ბინის, თამარ მეფის ქუჩაზე მე-17 და მე-19 ბინების, თევდორე ღვთის ქუჩაზე 34, 51, 53 ბინების, გაგარინის ქუჩაზე 92 ბინის, 86 ბინის, თევდორე ღვთის ქუჩაზე 92 ბინის სახურავების რეაბილიტაცია. ჯამში აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტი დახარჯავს 800,000 ლარს. აღნიშნული პროექტები ხორციელდება დაფინანსების პრინციპით, საიდანაც 99% ხარჯავს მუნიციპალიტეტი, ხოლო 1%-ს ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა ინაწილებს.